ზოგმა ბავშვმა ლექსები იცის. ზოგმა კი სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქები. დღეს ჩვენთან სტუმრად მობრძანდა ადამიანი, რომელიც ერთშიც და მეორეშიც გადასარევად ერკვევა. მივესალმოთ, ჩვენი სტუმარია მართა ჩხვიმიანი. ვაიმე რა სილამაზე მოვიდა. აქაც დავტრიალდეთ ერთი და ვაიმე რა ლამაზი ბრძანდებით. სულ ასეთი ლამაზი იყავით ყოველთვის. შესანიშნავი ამბავია. ისეთი ცისფერი თვალები გაქვთ, მე ასეთი ფერის თვალები საერთოდ არ მინახავს არასდროს. აი, როგორი ლამაზი კაბა გაცვიათ. ეს თქვენ ხომ არ შეკერეთ შემთხვევით თქვენით? არა, ალბათ სახლში შეკიკერეს, ხო? არა, შეიძინეთ ეს კაბა? ძალიან გიხდებათ, მინდა გითხრათ. აი ეს ყვავილები ისე ლამაზად, დედა რა, ეს ფეხებიც, ოხო. სასწაული ამბავი არის. თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით, მართა? 5-ის. 5-ის ბრძანდება მართა. რა საქმიანობთ? ბაღში დადიხართ თქვენ? ჯერ სკოლაში არ დადიხართ, ხო? ბაღში მოღვაწეობთ თქვენ? ეს გადასარევი ამბავია. ბაღი თუ მოგწონთ? ერთი შეკითხვაც მექნება. ბაღში რა მოგწონთ ყველაზე მეტად? მაწნის. ბატონო? მაწნის სუპი. ბაღში მოწონს მაწნის სუპი. სხვათა შორის წინ ვართ, კარაქიანი პური ჩამოვიტოვეთ, უკვე ძალიან საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. იქ თქვენ ასეთი ლამაზი რომ დადიხართ ბაღში. ვინმე ხომ არ გაბრაზებს? თმებს არ გაწიწკნიან ამ ლამაზ თმებს? არა. არც ბიჭები, არც გოგოები. შესანიშნავი ბაღია, მანდ მეც ვივლიდი სხვათა შორის. სადაც თმებს არ დამაწიწკნიან, რაც დარჩენია ის იმ თმებს. მაწვნის სუპს აკეთებენ ძალიან გემრიელს ბაღში, ხო? როგორც მივხვდი. სკოლაში რო წახვალ, რას ვფიქრობ, იცი? ეხა რა გეშველება შენ მაწვნის სუპი რო არ იქნება იქ და სახლიდან გაგატანენ ალბათ, თუ როგორ? არ შეთანხმები ხარ მშობლებს? ჯერ არ უთქვავთ? იცი რა დიდი შანსია რომ გაგატანონ. როგორც გავიგე, მე ასე მითხრეს რომ მართა მოიცისო სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებიო. მართალია ესა? არ მოუტყუებიათ? კარგი. რო შევამოწმო შეიძლება ეს ამბავი? რო შეგეკითხო შეიძლება? აბა მითხარი საფრანგეთის დედაქალაქი რა? პარიზი. პარიზია ნამდვილად, კი ბატონო. კაი, ჩეხეთის დედაქალაქი? პრაღა. პოლონეთის? ვარშავა. ლიხტენშტეინის? ვადუცი. ვადუცი ძალიან პატარა არის, ხო? ამხელარი, ამხელა. ლამაზია ის ვადუცი ნეტა? ლამაზია? შენზე ლამაზი მაინც ვერ იქნება ვერაფრით. იმის გარდაო, ამასაც ამბობენ სხვათა შორის, ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ ლექსები იცისო. კი? არ ვატყუებ? ბევრი ლექსები იცი? კარგი ეხლა, არ მჯერა. მეტყვი რომელიმე ლექს? აბა მოდი მე მოგისმენ, მოიცა დავჭდე, კარგად მოვკალათდე და გისმენ შენ. აბა? რამის სახში შემოიჭრას თუთა, რამის თავზე და რამის ვესხელი, დამიძახებს თვალის ჩამიტავს მუდამ, ხემაღალი ხე ზურმუხტისფერი, რა ჩურჩული ესმის ჩემთა ყურთა, რა ჩურჩული დამდადველი მწველი, რამის სახში შემოვიდეს თუთა, რამის წელზე შემომხვიოს ხელი. შესანიშნავი ამბავი. ანა კალანდაძის გადასარევი ლექსი, რომელიც ძალიან მიყვარს. ხო ასეა? კი ბატონო. ამ ლექსებს ვინ გასწავლის? დედა. დედა გასწავლის? დედამ ბევრი ლექსები იცის? აქ არის დედიკო მოსული? ეს ლექსების სიყვარული თქვენ გაქვთ და შემდეგ გადაეცა თქვენ შვილს? პატარაობიდან 8 თვის იყო, როცა სიტყვები გამოთქვა, მე 8 თვის? რა მაგარია. ძალიან მარტივად იმახსოვრებდა თავიდანო. ერთხელ ცადე და იმდენად მარტივად დაიმახსოვრა, რომ თვითონაც გაუჩნდა ამის სიყვარული. ვაიმე რა საყვარლობა, როგორ ახერხებ არ ვიცი, მე აი ესეთი საყვარელი რო ხარ შენ. ფეხსაცმელებიც ძალიან ლამაზია კი. ნამდვილად. ლექსების წერა ხო არ გიცდია? ხო არ იგონებ ხოლმე ლექსებს შენ? არა? კაი სწორი კაბა სირცხვილია გოგო. ეს ხო. ვინმე მარ შემოგხედოს ახლა. ანუ ლექსებს არ წერ?
იცი რომ მაგის დროც შეიძლება მოვიდეს შენ რო დაწერო ლექსები, შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, ვიცი რომ ამას მოახერხებ. ვინ უნდა გამოხვიდე? ექიმი, რისი ექიმი უნდა გამოხვიდე? თვალის? რა უცნაურია. რატო თვალის? იმიტომ რომ ყველა რუტარდა დაინახოს. რაო? ყველა რუტარდა დაინახოს. ყველამ რო კარგად დაინახოს, ხო? აი. რამე სხვა ლექს ხო არ გვეტყვი კიდევ შენ? იტყვი? საოცარი აპლოდისმენტები. გაგვეთანხმა ადამიანი. აბა რომელ ლექს გვეტყვით? უიმე, კარგი ლექსია. ეგა მე მოგისმენ. აბა. ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდეს მე დიდი ყოფილა საჩართველო, ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი, ყოფილა ოპიზები და საშტერებელი, ყოფილა მოდრეწილი, ყოფილა სულტაველი, რასაც მოყოლია შოთა რუსთაველი, ჩემო მიმინო და ჩემო თვალნათელო, ოდეს მე დიდი ყოფილა საჩართველო, ყოფილა ნიტოფსიდე და რუბანდამდე, დაჭენებული და დამოჭენებული, ოებრაშილი და დამოჩინებული, ყოფილა ორძღვაშუა აღმოცენებული, საჩართველოს ყოლია ვასლები, თამარს უწრეფია სულ როსოს ვაშლები, ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ დამზადებულ ვართ ახალ ბიზანტია, მაგრამ უცაბედად მატრიალებულა, ბორბალი უწუმად დატრიალებულა, ჩვენ გვიმოღულია პირველი საჯარი, მოყოლია თურქი და სპარსელი, საჩართველო ყორნებს წავია, ყვასეს დაუსმარე ჩუაზე დაუყია, შაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა, იყალთო და წერტილა დელათი დანდრეულა, ოთხ მეფეს სულ სისხლის წრევლები უცრებია, ოთხივე საბრალო ლექსები უწერია, რადროს ლექციაო მოუტყდა პატრონი, ხმით შემოვანდრია ერეკლე ბატონი, ამას მოყოლია ვახდრონი, ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო, ოდეს მე დიდი ყოფილა საჩართველო. ყოჩა, საოცარი ამბავია. ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ. და აი მაგარი გოგო რომ ხარ შენ, იმსახურებს საჩუქარს. ხო მართალია? ხო და მოდი ახლა დაუძახოთ ფაგიოს. აი მოგზანდება ჩვენი ფაგიო. აი ასეთი საჩუქარი შენ. მადლობა ფაგიო საჩუქარისთვის. ეს გახლავს, მინდა იცოდე, ფაგების ნაკრებია მანდ, ან რომელიც დაგიცავს შენ გაციებისგან და ყველანაირი ინფექციისგან რო არ მოგეკაროს, იმისთვის არის მანდ ჩადებული კარგი რაღაცეები. დედამ იცის ფაგიო. და კიდევ შემდეგი საჩუქარი. ხო გვინდა შემდეგი საჩუქარი? კი ბატონო. მაშინ დაუძახოთ ლოკომოკოს ლომს. ლოკომოკომაც მოგვიტანა თავისი საჩუქარი. მართა ჩხვიმიანი ბრძანდებოდა ჩვენი სტუმარი და მადლობა მას ამისთვის და აპლოდისმენტები რა თქმა უნდა.